მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასებო, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლე საშუალოდ 7-დან 9 მილიონამდე მერყეობს, ანუ ძვირფასები ხართ, 7-დან 9 მილიონამდე ღირ ხართ ყველა ეგ რო იცოდეთ ისე რა, მაინც თქვენი სიცოცხლე და თუ მაინც და მაინც რაღაცა სიცოცხლის გაყიდვა მოგინდათ 7-დან 9 მილიონიდან ფეხი არ მოუცალოთ მაგ თანხას. მოკლედ მე ვარ ბასტო, ესა ჩემი არხი ბასტო ფანტასტო, იმიტომ რომ ჰამაკი რო შევქმნით ადრე არხი, მუჰამედ ჰამაკი არის ეგეთი არაბი დიჯეია და ჰამაკს რო ჩაწერდი, გინდა რომ ჰამაკი დაგე YouTube-ებინა და გეყურებინა ჩვენი ვიდეოებისთვის, მუჰამედ ჰამაკეს იმებს აგდებდა, მუსიკებს აგდებდა ჯერ და მე შეიძლება ჩვენი ვიდეო წამოეგდო. მუჰამედ ჰამაკს ყავს ძალიან ბევრი გამომწერი, იგი არაბულ ენაზე საუბრობს, მოგეხსენებათ, იმიტომ რომ მუჰამედი ქვია და რა თქმა უნდა არაბულად ისაუბრებს და არაბული სამყარო ბევრად მეტ ადამიანს მოიცავს ვიდრე ქართული. ასევე არის ბასტოც. ანუ ბასტოც რო აკრიფოთ ახლა ამოგიგდებს ბასტოს again and again. არ მინდა რომ again and again ამოგდოს ჩემი სახელით ჩაწერისას და უნდა მიუმემატებინა რაღაცა და ესეთი cool და რაღაცნაირი smart რაღაც მოვიფიქრე ბასტო ფანტასტო. მაგითო ქვია ჩემ არხს ბასტო ფანტასტო. შევეხოთ დღევანდელ მოვლენებს, რა ხდება დღეს საქართველოში. დღეს საქართველოში კარგი არაფერი არ ხდება. ძალიან საინტერესო რაღაცას დავფიქრეთ. ახლა წარმოგიდგენთ იმ დღეს ჩემ დეიდაშვილის შვილს ქონდა დაბადების დღე და სპაიდერმენის გამოძახება მოუნდა რა, რომ სპაიდერმენი გამოვა დავრეკეთ, რომ მეთქი სპაიდერმენი გამოვიძახოთ თქო და არაო სპაიდერმენი ვერ მოვა, პიტერ პარკერი მოვა, მეთქი ახლა ბეტმენი თქვა რა, ბეტმენი ვერ მოვა, ბრუს ვეინი მოვა და ანუ მეთქი რა ხდება, ანუ რა ჯანდაბა რა თქმა უნდა პიტერ პარკერი მე სპაიდერმენი უყვარს ჩემ დეიდაშვილის შვილს. და გითხრეს რომ ნიღაბს ვერ იკეთებსო, აჯარიმებენ როგორც კი ნიღაბს იკეთებსო, ერთ ბეტმენსო და ესეთი უცნაური სიტუაცია გვაქვს, რომ სპაიდერმენის გამოძახება რომ გინდა თქვენთან პიტერ პარკერი მოდის ჩვეულებრივად ჟურნალისტის ტანსაცმელში და ფოტოებს გიღებს თქვენ აქეთ. მაგრამ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ მე როგორ შეიძლებოდა დაგველაგებინა, ანუ კრიზის მენეჯმენტი ჩავთეთ და დავა კრიზის მენეჯმენტეთ ესეთი რაღაცა, რომ გამოიძახეთ სუპერმენი, იმიტომ რომ სუპერმენს ნიღაბი არ უკეთია და სანამ არ აკრძალავენ ტრუსიკის შარვალზე ამოცმას შეგიძლიათ თამამად გამოიძახოთ ხოლმე სუპერმენი და გაართოთ თქვენი ბავშვები. ვიცი სუპერმენი ყველას ფეხებზე კიდია, საშინელი სუპერგმირია, ანუ ნიღაბიც კი არ უკეთია ტიპს, მაგრამ რა ვქნათ ესეთი რეალობა გვაქვს სამწუხაროდ. იცოდეთ რომ 15 მარტს იქნება გახსნა ბარსელონას ოფიციალური ფანშოპი. ანუ ბარსელონას ოფიციალური ფანშოპი რას ნიშნავს? აგიხსნით უცებ რამხელა რაღაც არის რა. ანუ ესპანეთის გარეთ ერთადერთი არის საქართველოს ქვეყანა, სახელმწიფო, სადაც იხსნება ბარსას ოფიციალური ფანშოპი. ანუ აი შანხაი ჩინეთში არის ეიფელის კოშკი აქვს ჩინელებს. ჩინელებს აქვთ ჩინეთის თავის დიდი კედელი აქვთ. შეიძლება ანძაც აქვთ თბილისის სადღაც პატარა კუსტარული თბილისის ანძა, პიზას გადახრილი კოშკი, ანუ ყველაფერი აქვთ საერთოდ და ბარსელონას ოფიციალური ფანშოპი არ აქვთ. მაგრამ გვაქვს ქართველებს, გვაქვს თბილისში სტამბა თუცა და სტამბის მოპირდაპირე მხარეს, ანუ სტამბა თვითონ რასაც გულისხმობს სტამბა, ანუ სტამბა თვითონ სასტუმრო და რესტორანი როა. აი მაქს სტამბის მოპირდაპირე მხარეს არის ზუსტად ბარსელონას ოფიციალური ფანშოპი, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და ძალიან ძვირად იყიდოთ მაისურები, მაგრამ სამაგერო ძვირი არ ღირს casual ტანსაცმელი რა ესეთი, აი გარეთ რო გახვალ და ასე შემდეგ და თან ძალიან ლამაზებია. აი ხა შემომივიდა ალოდია რას ვათამაშებ 100.000 გამომწერზე 100.000 გამომწერზე არაფერს არ ვათამაშებ, მაგრამ 80.000 გამომწერზე გავათამაშებ დიმა ნებიერიძის ღირსების ორდენს. მოგეხსენებათ დიმა ნებიერიძე ჩვენი მეგობარი, ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან მაგარი პროფესიონალი და ასევე კიდევ რო წინა აქვს თელი ცხოვრება და კიდევ აი ამ ასაკში რო ღირსების ორდენი აქვს წარმოიდგინეთ რეპს მიაღწევს ადამიანი, ეგ მაგ ადამიანს ღირსების ორდენს ვათამაშებ. რა თქმა უნდა ამ ადამიანმა ამ ყველაფრის შესახებ არ იცის, რომ 80.000 გამომწერზე მისი ღირსების ორდენი დევს სასწორზე და შეიძლება ერთ-ერთი ჩემი გამომწერიც გახდეს და დიდი იმედი მაქვს, რომ კომენტარებში ყველაზე ლაიქდ კომენტარი არ იქნება შენ ბიძიკოში იქ ვარ აქ რა ჩემი ღირსების ორდენს ათამაშებო. დიმა ნებიერიძე არის სოცმედია მენეჯერი საქართველოს ნაკრების და აი შეტანილი წვლილისთვის გადაეცა მას ღირსების ორდენი. მე რო ვიყო პრეზიდენტი, მეც რა თქმა უნდა გადავცემდი დიმა ნებიერიძეს ღირსების ორდენს. ასევე ჩემი აზრით დიდი წვლილი აქვს ქართულ ფეხბურთში შეტანილი საბა საპანაძესაც და საბა საპანაძესაც გადავცემდი მე რო ვიყო პრეზიდენტი, მაგრამ კიდევ კაი მე არ ვარ პრეზიდენტი, იმიტომ რომ მე რო ვიყო პრეზიდენტი საბა საპანაძეს ღირსების ორდენი ექნებოდა და საბას ასევე გადავცემდი როზმარინის ზეთს, თუ არ იცით როზმარინის ზეთი რაში გამოიყენება, შეგიძლიათ დაგუგლოთ და შემდგომ კომენტარებში დამიწეროთ ბასტოი ხშედიგინიო დამიწეროთ. აუცილებლად გამოვიგონებს ამას ვებს. აი ეს რო დაწეროთ ხოლმე. ძალიან მიყვარს რაღაც რენდომ ფაქტები, რომელიც ჭეშმარიტებაა, მაგრამ ადამიანები მაგაზე არ დაფიქრებულან. აი მაგალითად ერთ-ერთი რენდომ ფაქტი არის
1972 წლის მერე თვალეზე ადამიანი არ ყოფილა. ანუ ბოლოს 1972 წელს გავფრინდით. იმიტომ რომ ვისაც ვკითხე, რომ თუ იცით, აბა თვალეზე ბოლოს როდის ვიყავით თქო, ყველა მეუნება რომ 20 წლის წინ, 5 წლის წინ, 3 წლის წინ შარშან წელს და ასე შემდეგ. არა, მეგობრებო, ბოლოს თვალეზე 1972 წელს ვიყავით. კიდევ რაღაც რენდომ ფაქტი რა შეიძლება. რა განსხვავება იცით გიორგი კალატოსსა და ჩემს შორის? აი გიორგი კალატოს რომ მოუნდეს თავისი საყვარელი გუნდის ფორმის, ოფიციალური ფორმის ყიდვა, მან უნდა გააკეთოს შეკვეთა განათავსოს რაღაცა ბანძ რეალ შოპ თუ რაღაცა სირსაიტზე. მე იქ უნდა ჩაწეროს თავის ბარათის მონაცემები, მე ზომა, მე მიხვდები რომ 7XL არ აქვს, მე უნდა შევკვეთოს 7XL უნდა ჩამოვიდეს საბაჟოზე ელოდოს, მე საბაჟოს ის გადაიხადოს, მე ისქნას გახსნას. ძალიან ბევრი ტვინის გუნვა უწევს და რაც შემეხება მე შემიძლია ავდგე, რუსთაველზე მივიდე, შევიდე ბარსას ოფიციალურ ფანშოპში, გადავიცვა, მოვირგო, მოვიწონო და ვიყიდო ქართული ლარებით. აი ეს განსხვავება მე და გიორგი კალატოს შორის. კიდევ ბევრი განსხვავება, მაგრამ ერთ-ერთი განსხვავება ეს არის. ინსტაგრამზე გამომიწერეთ, იმიტომ რომ გეტყვით ხა ინსტაგრამზე რატომ და გამომიწეროთ რა. თუ აქ მიწერთ, მაგრამ ინსტაგრამზეც გამომიწეროთ. ინსტაგრამზე ბასტო მაგარი ამაწერია, აქ ბასტო ფანტასტო ცოტა. კი, ვიცი, მაგრამ იყარდეთ საკუთარი თავი და პატივი ეცეთ საკუთარ თავს, ისე რომ სხვის უპატივცემულობაში არ გადახვიდეთ. არაფერი უჭირს, რომ საკუთარ თავს პატივს ცემ. მაგას არაფერი უჭირს, თუ ვიღაცეები სადღაც კომუნისტური სწავლების მიხედვით გეუბნებიან, რომ არ ხართ პიროვნება, არ ხართ ინდივიდი, ხართ ნაწილი საზოგადოების ჯაჭვი, პროსტა უნდა მიხვიდე, გამრავლდე, მოკვდე, არ დაიჯეროთ, თქვენ ეცით საკუთარ თავს პატივი, იცოდეთ. ეცით პატივი და ამაში ცუდი არაფერი არ არის. გამომიწერეთ ინსტაგრამზე, იმიტომ რომ ხო რას ვამბობდი ვაფშე დამოვეწყო. ინსტაგრამზე იმიტომ უნდა გამომიწეროთ, რომ ინსტაგრამზე მინდა რომ ბევრი გამომწერი მყავდეს. იმიტომ რომ ზოგი კომპანია, ხა უყურე ზოგი კომპანია მაგალითად რა. გოინდება მაგეთი რა. ინსტაგრამზე ბევრი გამოწერი გონიათ, რომ ინფლუენსერს ნიშნავს რა. ინფლუენსერი მეგობრებო, რომ ჩვენ რო ეგ სიტყვა ვიხმარეთ. ჩაო, აი სახე რო გავაძრეთ. უმაგრესი სიტყვა არის. პროსტა ჩვენ ძალიან ცუდად მოვეკეცით მაგ სიტყვას. როგორც ერთ დროს მოვეკეცით გუჩის. აი ადრე ჩემ ბავშვობაში გუჩის ქართველები როგორც მოექცნენ, ეგრევე ექცევით დღეს სიტყვა ინფლუენსერს. გუჩის რა უქენით, იცი? გუჩი ხო ძალიან მაგარი ბრენდი იყო, მაგრამ ისე ვიხმარეთ, ეს გუჩის კამრები, გუჩის ფეხსაც ისე ვიხმარეთ, რა თქმა უნდა პატენტი ყველა, მაგრამ ისე ვიხმარეთ, რომ ერთი პერიოდი, ხა ცოტა მგონი უმკურნალა გუჩი თავის თავს. ერთი 10 წელი გუჩი გოიმობასთან, აი სიგოიმესთან ასოცირდებოდა. ანუ წარმოიდგინეთ რა უქენით გუჩის, აი ბრენდს, რომელიც აი რავი, მაგარი ბრენდია რა ოფიციალურად, აი აქ სახე გავაძრეთ, აქაც ეგრე სახე გავაძრეთ სიტყვა ინფლუენსერს. და იმდენად სახე გავაძრეთ, ტიპებს აღარ სიამოვნებთ, რომ ინფლუენსერს ეძახიან, რომ მეც ვარ მაგათ შორის ერთ-ერთში. მაგრამ ხო, სახე გავაძრეთ რა, ანუ ინფლუენსერი არის ზეგავლენის მომხდენი. ანუ ინფლუენსერი არ ნიშნავს ბევრ გამომწერიან ადამიანს. ინფლუენსერი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც ბევრი ადამიანი უსმენს. ინფლუენს არის ზეგავლენა და ინფლუენსერ არის ზეგავლენის მომხდენი. ანუ თქვენ თუ ფიქრობთ, რომ მე ჩემი აზრი დასაფასებელია და უნდა მომისმინოთ და გაითვალისწინოთ, მაგ შემთხვევაში ვარ ინფლუენსერი. ანუ ინფლუენსერი მაგარი როჟა არის. ინფლუენსერი საზოგადო მოღვაწეა. ინფლუენსერი თესლია. თესლს ტუს არ დავადებ, იმიტომ რომ თესლის დამსახურება ვაფშე რო ვარსებობთ. და რატომღაც სადღაც რახან თესლის ერთ-ერთი ვარიაცია უძველობასთან ასოცირდება, ჩვენს უძველობასთან და ინფლუენსერობა თესლობაა. ანუ კონტენტ კრეატორის შემდეგი ლეველი. აი კონტენტ კრეატორი არის, ვინც კონტენტს აკეთებს. და ინფლუენსერი არის, ვინც კონტენტს აკეთებს და თან უსმენენ. ამიტომ ყველას ინფლუენსერს ნუ ეძახით. ის რო იყო შუტკარო. ბოზი ადრე ლამას ნიშნავდაო და ყველას ნუ ეძახითო. ვიდეოს ბოლო არის ხა თუ შუა არ ვიცი, იმიტომ რომ ამ მომენტში გონია რომ ბოლო არის. და ძალიან გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა რა, იმიტომ რომ დედამიწა მრგვალია, რო იცოდეთ და თუ გინდათ რომ თქვენც რაღაცა ღვაწლი დაგიფასონ ცხოვრებაში, თქვენც აუცილებლად უნდა დააფასოთ ღვაწლი. ანუ თუ მოგეწონათ ვიდეო, თუ ფიქრობთ რომ ეს ვიდეო კარგი იყო, ანუ ცუდი არ იყო, კარგი იყო, ანუ კარგისკენ უფრო იყო ვიდრე ცუდისკენ და გაქვთ YouTube-ის აკაუნტი, აუცილებლად დაალაიქეთ. ეს მოთხოვნა არ არის ჩემგან, ეს არის რჩევა რა. მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ზოგადად, ანუ ეს დედამიწა მრგვალიაში უფრო მეტი ინფორმაცია დავს, ვიდრე დედამიწის ფორმა რო არის მრგვალი.
ანუ ეს არის ალბათ მგონია სამყაროს ხასიათი, რომ თუ მაგალითად აი TikToker-ებს და YouTuber-ებს და მიმართავ ვინც ადამიანები, ვინც აი რეკლამის გაკეთებით შეუვლობენ ფულს. თუ თქვენ გინდათ რომ რეკლამა დაგიფასონ, აუცილებლად დააფასეთ რეკლამა. ანუ ადამიანი რომ რეკლამას აკეთებს რაღაცას და თუ არ გეზიზღება ან თვითონ ადამიანი, ის ადამიანი, ან თვითონ ის, რასაც რეკლამას უკეთებს, გირჩევთ რომ დაუფასოთ რა და მეც ზუსტად ამ რჩევას გაძლევთ რომ თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო დამიფასეთ და დამილაიკეთ თუ არ მოგეწონათ რა თქმა უნდა არავის არ ვთხოვ რომ დამილაიკოთ იმიტომ რომ ვალდებულები არ ხართ საერთოდ ცხოვრებაში არავის მიმართ არაფერში გარდა ალბათ დედისა და მამისა რა ვიცი როცა ამ ვიდეოს ვიღებდი სხვანაირი მდგომარეობა იყო თოვლი უბრალოდ მოდიოდა და ყველას გვიხარავდა მაგრამ დღეს საერთოდ სხვა სიტუაცია არის მაგალითად გურიაში არის დიდი თოვლობა, ჩარჩენილები არიან ადამიანები, დენის გარეშე, რესურსის გარეშე, უმეტესობა მათგანი არის მოხუცებული, მაგრამ ერთადერთი ნათელი წერტილი აქ ის არის, რომ შეიქმნა ჯგუფი მოხალისეები გურიისთვის, სადაც ადამიანები არიან გაწევრიანებული და გაერთიანებული ერთი იდეის ირგვლივ, რომ დაეხმარონ იქ მყოფ ადამიანებსაც დახმარება სჭირდებათ. ჯგუფს ამოვანათებ აუცილებლად აღწერაშიც დავტოვებ ლინკს და მინდა რომ პატივისცემა გამოვხატო და დავაფიქსირო იმ ადამიანის მიმართ ვინც ეს ჯგუფი შექმნა და ყველას მიმართ ვინც რაღაცა მაინც გააკეთა ან სადა მაინც გაკეთება რა